თავის არ ეპარება. მაგრამ იქაც როგორც წინა თავისუფლებას, სოციალურ თავისუფლებას, სადაც სიყვარული არ არის. თუ ეროვნული თავისუფლება, ანუ ნაციონალური თავისუფლება სიყვარულის გარეშეა, ისიც ბოროტებად იქცევა და ამის კლასიკური მაგალითი კვლავ და კვლავ ფაშიზმია. ფოტოშორის არის ადოლფ ჰიტლერზე რო ფილმებს იღებდა ხოლმე. ფილმებში ყველგან ჩანს, როგორც ირილამდე უყვარს გერმანია. მაგრამ ჩვენ ვიცით რა მონსტრად გადაიქცა იგი და მონსტრად გადაიქცა ნაციონალური გრძნობები მაშინ და იმ ადამიანებში, რომლებმაც მას დაუჯერეს. რატო როგორ შეიძლება ეროვნული გრძნობები ესეთ მონსტრად გადაიქცეს? ძალიან მარტივად. არ იყო იქ სიყვარული. სადაც არ არის სიყვარული, ყველაფერი უბედურებად იქცევა და როდესაც ადამიანები ისრაფიან ეროვნული და ნაციონალური თავისუფლებისაკენ, კრებავთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისაკენ, თუ სიყვარულს მოვაცილებ, მონსტრად გადავიქცევთ. ამის მაგალითები სამწუხაროდ მთელ მსოფლიოში არის და სამწუხაროდ ამის მაგალითები იყო საქართველოში. მე ვიცი რომ ძალიან ბევრს ეს არ მოეწონება, ძალიან ბევრი შემეკამათება, მაგრამ მე ახლა ვთქვი რომ ეს რაღაც ეხლა მე ვიტყვი მარტო აქ არ გითხოვს ეს ეკლესიაში ამბიონიდანაც გითხოვს. საქართველოს ზეობის პერიოდი უმაღლესი სახელმწიფოებრივი განვითარებისა, პოლიტიკური სისტემის მოწყობისა და ასე შემდეგ იყო თამარის ეპოქა. ჩვენ ვიცით რომ თამარის ეპოქაში მოხდა საოცრება, აკრძალული იყო ადამიანის სიკვდილით დასჯა. თქვენ გესმით რასთან როგორ საუბარი? მე-12 საუკუნე და თითქმის პარლამენტის გაჩენის შესაძლებლობა იყო იქ თამარის ეპოქაში. ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ის პერიოდი ხა ისტორია ჩვენზე უკეთესად გეცოდინებათ ეხლა სწავლობ. ანუ ეს იყო საოცარი პერიოდი თამარის ეპოქაში. ისა საქართველოსათვის. კიდევ მეორე მე-12 საუკუნე შესაძლებლობა პარლამენტისა მონარქია და პარლამენტის ომარი ერთდროულად და იქ მართალია ვერ შედგა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გარკვეულწილად ის ინტერესები, რასაც საზოგადოება ითხოვდა, გათვალისწინებული იქნა და სიკვდილით დასჯის არარსებობა. აი ჩემთვის მაგალითად ეხლა ვარსებობ სასწაული, ფანტასტიკა, ხო? რომ ავიცოდე ეს მაგალითი, ვიტყოდი რაღაცებს იტყვილებიან, ფანტასტიკის სფეროული. ანუ აი ესეთი მდგომარეობაშია საქართველო და საქართველოს ჩადის ერთ სერიოზულ შეცდომას მაშინ. როცა მე საქართველოს სახელმწიფოებრიობა დაეცა, ერთ-ერთ მიზეზად მე პირადად აი ამას მოვიაზრებ. საქართველო როგორც აღმოსავლეთში ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით და ამავე დროს საქართველოს სახელმწიფო ქრისტიანული, რომელსაც უნდა ეზრუნა იმაზე რომ მას მისიონერობა გაეტია მსოფლიოში, ანუ ქრისტეს სიყვარული გაეტანა მსოფლიოში, ის გაილაშქრებს სპარსელზე, დაალაშქრავს და ნაალაფით გაგიდრებული დაბრუნდება. მე ვფიქრობ, ეს იყო სერიოზული შეცდომა. ეხლა ეს ამდენად მე მეეჭვება, რომ თამარის ბრალეულობა ყოფილიყო, იმიტომ რომ თამარი კიდევ მეორე არ იყო უზურპატორი ხელისუფლებისა და ერთპიროვნული მმართველი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მოხდა საქართველოს ისტორიაში და ირანში, რომელიც მაშინ ჩვენზე ბევრად სუსტი იყო, ანუ სამხრეთში შურის ძიების თვალსაზრისით კი არ უნდა შესულიყო ქართული მხედრობა, არამედ მისი მეგობრული ხელი გაეწვინა და სიყვარულის რელიგია ეკადა რატო ემისიონერად, მაგრამ მათ გააკეთეს სხვა რა. შეიძლება ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩვენში დაინახა რა უფალმა ჩვენი სწრაფვა აი ამ სტუდი გამოვლინებისა, გალაუფლებისკენ და ძლიერებისაკენ ჩვენი შესაძლებლობების შესწავლა. მე არ ვიცი ეს უბრალოდ ვარაუდია, მაგრამ ფაქტი ესეთია, რომ ნაციონალური და სახელმწიფოებრივი თავისუფლება და ღირსება სიყვარულის გარეშე ყოველთვის პრობლემას ქმნის.